საღამომშვიდობის ანა მივესალმები მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში დავიწყებ იმით, მეც ვნახე ეს გადაცემა, ყურადღებით უსმენდი თითოეულ რესპონდენტს და რაც ჩანს მთლიან სურათში არის ის, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ ახლა პოლიტიკურ და პარტიულ მართლმსაჯულებას და დანიშნული ადამიანი, რომელიც გაამწესეს ამ პოზიციაზე, მას ვალდებულებები, რაც აქვს ქართულ ოცნებას აღებული საარჩევნო ხმების ანაცვლოდ, ეს შეასრულებინეს. რა იქნებოდა ეს ციფრი 600-700 თუ ასე შემდეგ, ეს იყო დამოკიდებული რამდენი ვალდებულება იყოს შესასრულებელი და ამიტომაც არის ესე რაღაცა გამოუგნებელი მოცემულობის შედეგი. მე ზოგადად შეწყალების წინააღმდეგი არასდროს არ ყოფილვარ და არც ვიქნები, სწორად მინდა იყოს გაგებული ჩემი პოზიცია, ყოველთვის ვარ მომხრე მეტი ჰუმანური აქტი იყოს მიღებული და მეტად ლოიალური იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია, მით უფრო, როდესაც სასამართლო არა გვაქვს ქვეყანაში დამოუკიდებელი, მაგრამ მე ხაზგასმა მინდა გავაკეთო შერჩევით მართლმსაჯულებაზე. როდესაც ეს ჰუმანურობა, თუ ლოიალობა, თუ პარტიული კუთვნილება ერთი მიმართულებით ვლინდება და ეს შეწყალება ატარებს თავისთავად უკვე კორუფციულ და პარტიულ ინტერესს, იმიტომ რომ კორუფცია არ არის მხოლოდ ფინანსური ინტერესი, ის არის მათ შორის გავლენებით ვაჭრობა და გავლენების გამოყენება გარკვეული ინტერესების დაცვის სანაცვლოდ. ეს არის შემაშფოთებელი, როდესაც ერთის მხრივ მზია ამაღლობელი ყავს საპატიმროში, ანდრო ჭიჭინაძე ყავს პატიმრობაში ამ სასამართლოს ხელით. როდესაც ახალგაზრდებს აპატიმრებ, მათ შორის ისეთი ქმედებისთვის, რომელიც კონსტიტუციური უფლების გამოხატვაა და საერთოდ დანაშაულის ნიშნები არ არის და მეორე ხელით ყავალაშვილს მიაღებინებ გადაწყვეტილებას და შენ პარტიულად ვისთანაც გაქვს ეს ვალდებულებები გაცემული, მის მიმართ იღებ ამ გათავისუფლების აქტს, აქ ჩდება კითხვა, აქ სად არის შენი ჰუმანურობა და სად არის შენი პატივისცემა კანონის, შენ რომ ხარ ის პირი, ვისაც დაგავალეს ეს ხელმოწერა. ეს არის აქ პრობლემა, ეს არის აქ შემაშფოთებელი, როდესაც ჩვენ ვხედავთ უკიდურესად მძიმე ვითარება სასამართლოში და არაჩვეულებრივი იყო ეს პასაჟი და მთლიან შესავალი, რაც ჰქონდა ნოდარ მელაძეს განსაკუთრებით ის დასაწყისში საუბრობდა, რა ძალა აქვს და რა მნიშვნელობა აქვს მოსამართლის დამოუკიდებლობას. ხომ მას კონსტიტუციით ყველაზე დიდი გარანტიები აქვს შექმნილი ხელშეუხებლობის და იმის ნაცვლად, რომ სამართალი გააღვიძონ ლენტის ქვემოდან დაძვრებიან, რომ კორპორატიულ აღშამზე მოხვდნენ. აი გამაოგნებელ სურათს უყურებ. ჩვენ როდესაც მოსამართლეები არ ინტერესდებიან, ვისთვის ასამართლებენ ადამიანებს და ამ დროს ციხეში ყავს სრულიად უდანაშაულო, არ ვიცი რამდენი ადამიანი, ამის დათვლა შეუძლებელი არა მხოლოდ 52, არამედ ბევრად მეტი და ვხედავთ აი ესეთ პარტიულ სამართალს. პარტიულ სამართალს ვხედავთ ჩვენ. ქვეყანაში არის ოცნების დადგენილი კანონები, მათი დადგენილი სამართალი, რომელიც აბსოლუტურად შორს არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისგან. ადამიანი, რომელიც არ დადის სასახლეში, სამსახურში, არ ასრულებს მოვალეობას, მოხდა მისი არჩევა კონსტიტუციის დარღვევით, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია და სანდოობა და ამ დროს ხდება კონსპირაციულად და კონფიდენციალურად ამდენი ადამიანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და უკვე ამ სიუჟეტში ჩანს, როგორ ხდებოდა ეს 2 დღით ადრე განცხადებების შედგენა. აი ხა ეს თავისთავად მეტყველებს ფაქტები, მეტყველებენ თავიანთ შინაარსზე. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველთვის გამიხარდება ადამიანის თავისუფლება, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ეს შერჩევითი მართლმსაჯულებაა, როდესაც ერთი ხელით სისასტიკეს ავლენ და ადამიანებს უმოწყალოდ აცემინებ და ეს მოსამართლეების მიერ მწვანე შუქით არის ანთებული, მათი პროვოცირებულია, მათი წახალისებულია ზალადობა, რაც ხდება დღეს
საქართველოში და ქუჩებში თუ სადარბაზოებში თუ სახლებში, საიდანაც გამოყავთ თუ დანაშაულო ადამიანები და მეორე ხელით შენ აჩვენებ, რომ შენთვის არის ეს შეღავათები და ეს ჰუმანურობა, იმიტომ რომ შენ ვალდებულებები აიღე საარჩევნოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის ერთი ვიწრო ჯგუფი, რომელსაც თავისი ავტონომიური სამართალი აქვს დადგენილი და სიამდვილეში ამ სამართალს კლავენ ადამიანებისთვის. ეს არის ძალიან მძიმე რამ. აი ეს ფაქტები, რაც ქონდა ხა ნოდარ მელაძეს, ცალკე აღებული ეს გამოძიებისთვის პირდაპირ სამხილებია, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება მე არაფერიც არ მიკვირდეს უკვე იმ საერთო სურათში, რასაც თვალს ვადევნებთ, ამ უკიდურესად გამოფიტულ, უკიდურესად დაცლილ ადამიანურობისა და კონსტიტუციური წესრიგისგან მთელი ეს სისტემა და მოცემულობა, რაც შექმნა ახლა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ არ გვაქვს ჩვენი მის უფლება, რომ აი ესეთი ცალკეული საგამოძიებო ეპიზოდები, რომელიც ერთმთლიანობაში გვაჩვენებს რეპრესიული რეჟიმის უსამართლობას და დანაშაულებრივ სახეს, რომ ამაზე რეაგირება არ გავაკეთოთ. მოვა დრო, ზუსტად ვიცი, იმდენი რამის ნახველი ვარ ამ ქვეყანაში და იმდენ საქმეს გაუვლია ჩემ ხელში და არ ყოფილა არც ერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც არ დაჭირვებია სამართლებრივი დახმარება. ზუსტად ვხედავ ამ სურათს, ანა რომ მოვა დრო და ამ ყველაფრის შემოქმედებს დაჭირდებათ სამართალი. უბრალოდ არ ვიცი იმ სამართალს მაშინ რა მოცემულობა ექნება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ პირველივე შესაძლებლობისთანავე, რასაც გავაკეთებთ სასამართლოს გავათავისუფლებთ ამ პასუხებისგან, მაგრამ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, პასუხს აგებენ ადრე თუ გვიან, დღეს თუ ხვალ. დადგება ეს მომენტი, აი იმ უსამართლობისთვის რა მდგომარეობაში ახლა ამყოფებენ ჩვენს მოქალაქეებს. კი ბატონო და ქალბატონო ეკა, აი თქვენ ბრძანეთ რომ აი რამდენი რამ მინახავსო ხომ და მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ პოლიტიკური კუთხით და მათ შორის დიდი გამოცდილება ივანიშვილთან თანამშრომლობის, მუშაობის თუ კომუნიკაციის კუთხით და მე ძალიან ხშირად ვუსვამ ხოლმე შეკითხვებს ჩემს რესპონდენტებს, რომ რა შეიძლება იყოს ის ქვეყნის შიგნით ვამბობ ამ შემთხვევაში გარე ზომებს არ გულისხმობ მე ჩვენი პარტნიორების მხრიდან, აი ქვეყნის შიგნით რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რაც შეიძლება ეთკინოს ივანიშვილს. სანქციები ვიცით, გვესმის რომ ეს ფულის თემა არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და თითო თეთრი ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აი სხვა მეტი არაფერი არ არსებობს სამყაროში, რაზეც შეიძლება ამ ადამიანმა რეაგირება მოახდინოს. არ ვიცი, აი ტელევიზორს რო თავს ხო ხედავს რა ხდება ქვეყანაში, ამდენი გამწარებული დედა მართლაც ხომ უდანაშაულოდ ციხეში მყოფი ახალგაზრდების მართლაც ხედავთ გაუბედურებულ ადამიანებს, არ ვიცი, აი ძალიან ბევრი პრობლემა სოციალური, პოლიტიკური თუ ასე შემდეგ. აი რაზე შეიძლება ამ კაცმა მოახდინოს რეაგირება? მე როდესაც ამაზე ვფიქრობ, უკვე ვხედავ აი ესეთ სურათს, რომ მან ფარდა ჩამოაფარა დანარჩენ საქართველოს, სადაც აი სისასტიკე დათარეშობს ახლა, რომელსაც საუბრობდით, არ უყურებს ის ამ რეალობას, არ თავს ამ ტელევიზორს, ის ალბათ ტელეიმედის მომზადებული სიუჟეტების კრებსებს კითხულობს. ამ რეალობას ის თვალს აღარ უსწორებს, მას აქვს თავისი ინტერესი და ეს ინტერესი არის ძალიან მატერიალიზებული, ამიტომაც არ ესმის მას იმ დედების ხმა, თორე აქამდე არ მივიდოდა ეს ვითარება. ეს არ არის ის ადამიანი, ვისაც მე ვიცნობდი და ვისთან ერთადაც მუშაობდი იმ წლებში. ეს სულ სხვა მოცემულობაში მყოფი ადამიანია, რომელიც საერთოდ ვერ გრძნობს დღეს საკუთარი მოქალაქეების ხმას და ის კონფლიქტშია შესული ყველაფერი იმასთან, რაზეც ის ლაპარაკობდა 2012 წელს. ამიტომ რაც ამას ამარცხებს, არის ეს ბრძოლა, ეხლა რა ბრძოლაშიც ვართ ჩვენ ყველა. ეს არის სამართლიანობისთვის ბრძოლა, ეს არის საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა, ეს არის მართალი ადამიანების ერთადგომა. ეს არის ის, რაც გააკეთა ახალმა თეატრმა, დათო დოიაშვილმა და მისმა არაჩვეულებრივმა
დასმა, ეს არის ხელოვანთა დიდი ჯარი. ესენი არიან სტუდენტები, ესენი არიან ციხეში მყოფი გამომწყდეული მძევლები, რომლებიც ყველაზე თავისუფლები არიან. მათი ხმა ისეთი ძლიერია, აი ეს გაერთიანებული ბრძოლა, დედების ბრძოლა, შვილების ბრძოლა, უფროსი თუ საშუალო თუ რა ვიცი, ყველა თაობის კონსოლიდირებული ბრძოლა, ის ხმა, რომელიც ისმოდა ავტობუსებში ცოტა ორი დღის წინ, ხო, ყველგან. აი, ეს ექო ეხლა დაანგრევს აი ამ სისტემას, რომელიც რაც რკინის შებირებით შემოსასხვრეს საკუთარ მოქალაქეებთან. ვერანაირი ფული, ვერანაირი პოლიციური ძალა საბოლოო ჯამში ვერ ამარცხებს სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს და დედებს, რომელიც საკუთარ შვილების სიცოცხლეს იცავენ და შვილებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავენ. ეს დამთავრდება, ამაში ვარ დარწმუნებული, უბრალოდ ტრაგიკული საყურებელია, რა ყველაფერი ის რაც იყო საქართველოს მომავლისთვის გაკეთებული წყალში გადაყარა ივანიშვილმა და აი ამ გარემოცვაში ხამაზმე ტრაგედია რა არის, რომ კობახიძეს და მდინარაძეს უყურო და უსმინო და მისი ენით ლაპარაკობდე. მე მას ვხედავ უკვე დამარცხებულს და ის დამარცხდა საკუთარ თავთან, დამარცხდა საკუთარ მოქალაქეებთან, უბრალოდ ეს რაღაცა ინერციით მიდის პროცესი, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეები აჩვენებენ უკიდურესად მშვიდობიანი ბრძოლის პროცესს, ანა. ამიტომაც გაგრძელდა. სხვა ვითარებაში, ალბათ სხვა ქვეყანაში აქამდე არ მიიყვანდნენ მოქალაქეების საქმეს და ბევრად უფრო ადრე შეიძლება ეს დასრულებულიყო, მაგრამ ეს არის ძალიან მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რა თქმა უნდა დამთავრდება გამარჯვებით, უბრალოდ დაჭირდა ეს დრო და ეს ძალისხმევა. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ეკა ბესელია პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.